ზოგადად ეს არ არის, რა თქმა უნდა. ზირადღირებული ლუქსი ბრენდები უბრალოდ მას მარკეტია. იმედია ჩვენი დღეს ლუქს ბრენდებსაც დაგათვალიერებინებთ. პირდაპირ ჩემთვის, ზაზუსთვის და ჩემი მეუღლისთვისაც, მაგრამ ახლა გაჩვენებთ ხოლმე ჩემსაც და ზაზუს შენაძენებს. ზაზუსთვის შევიძინეთ ასეთი ზედები ჩენდანიდან. რომ ყოფილიყო კომფორტული და თან ცოტათი თბილი, რადგან ამ სეზონზე უკვე ცოტა აგვიგრილდა. სხვათა შორის არ ველოდებოდი, რომ ასე სწრაფად აგვიგრილდებოდა და სექტემბრის პირველი 2 კვირა საკმაოდ სიცივე იყო თბილისში. ზაზუსთვის ასევე ვიყიდეთ ძალიან შარვლები. წინდები და რაღაცები რაც სჭირდებოდა. ისინი H&M-ში და Zara-ში შევიცინეთ. ახლა რა შევიცინე მე პირადად. რაც დედა გავხდი, აქამდე არასოდეს არ მიყვარდა, ვერ ვიტყვი არ მიყვარდა. უბრალოდ არც მომისინჯავს სპორტული სტილი და არასოდეს დავდიოდი სპორტულებში გარეთ. მაქსიმუმ სახლში, ისიც სულ არა. და ახლა რაც დედა გავხდი, ჩემთვის ყველაზე კომფორტული ტანსაცმელი არის სპორტული ტანსაცმელი. მაქსიმალურად კომფორტული და ეს სპორტული ტანსაცმელი იქცა ჩემ ყოველდღიურ ჩასაცმელად. იმ საქმეებისთვის, რისთვისაც მე სახლიდან გავდივარ, სავსებით საკმარისია და ჯდება დრეს-კოდში. ჩემი სპორტული ტანსაცმელები ბაღიდან ბავშვის გამოყვანა. სახლში ფუსფუსი და მაღაზიაში გასვლა, რაღაც საქმეებზე გასვლა, სავსებით მაკმაყოფილებს და საკმარისია ჩემთვის. და ასეთი ორეული შევიძინე ნიუ-იორკერში. 7 ფერი საშემოდგომოდ ძალიან მომწონს, ეს შარვალი მოყვება. ზედა რომელიც რამდენად შეფერება ამ სეზონს ვერ გეტყვით, რადგან საქართველოში სიცივეები რომ გვაქვს, ახლა დღეს მაგალითად ძალიან თბილა და შეიძლება ამის ჩაცმა. თუმცა ამ სპორტულების შიგნითაც საკმარისი იქნება და არც დამწყება, არც შემცირდება, ნუ ასე გადავწყვიტე. ასე მსჯელობდი ყიდვისას, რომ სპორტულებში გამომიხდება მეთქი. შორტი კაბა, რომელიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი მალე ამ სეზონი აღარ იქნება, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ცივ სეზონზეც კი კოლგოტებზე ლამაზი ქვედაბოლოები, კაბები და კლასიკური ფეხსაცმელი ან მაღალყელიანი ჩექმები, რაც მაქვს და შემიძლია ერთი ლუკი გავაცოცხლო, რომელიც აქამდე მინდოდა, მაგრამ ეს შორტი კაბა მაკვდა. და გურდიაში ფეხსაცმელი. ჩემს მეგობრებს და ჩემს დაქალებს და ნაცნობებს ძალიან უყვირთ ხოლმე სპორტულებში რომ ხედავენ ძირითადად, რადგან სკოლის დროს ცოტა მერეც საკმაოდ დიდ ხანს ძირითადად კლასიკური ფეხსაცმელი და ცულ ესეთი ტანსაცმელი მეცვა ხოლმე. სპორტულთან ახლოსაც არ ვიყავი ხოლმე და თითქოს ჩემთვის ძალიან უცხო იყო ეს ყველაფერი და ძალიან შორს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პირიქით ძალიან ახლოს არის ეს სტილი ჩემთან. ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს ძალიან ერგება ეს სტილი. სულ ეს იყო.იანი რომ ვიყიდე, დიდხანს ვფიქრობდი, კერძო ჩემს მეუღლესთან მსჯელობდი, აი ვაჩვენო თუ არა ეს ვლოგში, ნუ რა არის აქ საჩვენებელი რა, ხო, ნუ ვის რა უყვირს დღეს და აქ მე მივედით იმ დასკვნამდე, რომ აქ არ არის ის რა გიკვირს და რა არა, აქ არის უბრალოდ შენი ცხოვრების ტრანსლირება რაღაც დონეზე, ხო, ბლოგში. რადგან მithოდეს თუ ბევრი მრავალფეროვანი კონტენტი, როდესაც არ გაქვს ისედაც და ისედაც, როცა არ გაქვს ბევრი რამ მოიფიქრო, გადაიღო, ჩემი აზრით, საჭიროა რაღაც ასეთი დეტალების ჩვენება შენი ცხოვრებიდან, რომ ცოტა მაინც გამრავალფეროვნო ან უფრო მეტად გაიხსნა მაყურებელთან, რომ უკეთ გაგიცნონ. სხვათა შორის TikTok-ზე გამივარდა ახლახანს ერთი ვიდეო, რომელიც საკმაოდ ემოციური ვიდეო იყო და ეს არ იყო ჩემთვის უბრალოდ ტრენდის გადაღება, რამედ ჩემთან ძალიან ახლოს იყო. და შემოვიდა პირველი ბარტერული თანამშრომლობა ერთ ადამიანთან, რომელიც ახლახანს რაღაც ობიექტს ხსნის და ნუ მოკლედ TikTok-ზე იხილავთ.
ხორციან ბლინებს, რადგან წინაზე პელმენები რომ გავაკეთე, ხორცს საკმაოდ ბევრი დამრჩა, ვერ გავთვალე. ღორი და საქონელი შერეული, ხახვი გატარებული ამასთან ერთად, მარილი და შავი წიწაკა, რა თქმა უნდა. ამ პელმენების ფარშის რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეოში. ახლა კი უბრალოდ ბლინის ცომს მოვამზადებ და აჩვენებთ თუ როგორ ვამზადებ იმ ფარშს ბლინებისთვის. განსხვავება იმაშია, რომ ამ ფარშს მოვთუშავ და შემდგომ კიდევ ზეთი უნდა დავამატო. მოკლედ მიყურეთ. ჯერ მოვამზადოთ ბლინის ცომი. ამისათვის დაგჭირდება 1 ლიტრი რძე, თქვენ შეგიძლიათ წყლით გააკეთოთ, ან ნახევარი რძე, ნახევარი წყალი. მაგრამ ბებიაჩემის რეცეპტით, ქეთუშას რეცეპტით ასეა. 5 ცალი კვერცხი, 4 აი ასეთი ჭიქა ფქვილი. მგონი ეს ჭიქა ყველას აქვს ოჯახში, არ ვიცი თუ არ გადაგიყრიათ, ადრე ყველას ჰქონდა. მე სპეციალურად წავარდი ბებიაჩემს, ბევრი ჰქონდა, რადგან მისი ყველა რეცეპტი აი ამ ჭიქით ინგრედიენტები იზომება ამ ჭიქით. მის რეცეპტებში. მე ამ ფქვილის რაოდენობას ავწონი აუცილებლად, რომ დაგიწეროთ ზუსტი გრამობა აღწერაში. 4 ჭიქა ფქვილი, 5 ცალი კვერცხი, 1 ლიტრი რძე ან წყალი და რძე ან მხოლოდ წყალი უკვე თქვენს სურვილზეა, 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 ყავის ჭიქა ზეთი. დავუწყოთ. პარალელურად ფარშაც მოვამზადებ. დავადგამთ ცეცხლზე და უნდა მოვთუშოთ. როდესაც კარგად მოითუშება, შემდგომ დავამატებთ ამასაც ზეთს ცოტაოდენს და მოვწვავთ ცოტათი. აი ასეთი სისქის ნახო. არც წყალივით და რძესავით თხელია, მაგრამ ბლანტიც არ არის. აზრი იყო ორივეს ერთად მომზადება, რადგან ძალიან ხელი შემშლელი ერთმანეთთვის ჯობს ცალ-ცალკე მომზადოთ. როდესაც წყალი ამოშრება, დავამატებთ ყავის ჭიქა ზეთს.